ეთერში ვართ. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ისრაელში შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება. ქალაქ იერუსალიმში ჯვრის მონასტერში პირველად საქართველოს საგუნდო კაპელამ შოთა რუსთაველის ფრესკასთან იგალობა. ღონისძიებას ქართულ დელეგაციასთან ერთად იერუსალიმის ბერძნული მართლმადიდებელი საპატრიარქოს მიტროპოლიტი ესწრებოდა. მე ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა თითეული ქართველისთვის დღეს ძალიან ღელავთ, იმიტომ რომ იყო დრო, როცა ქართულ სიტყვასაც ვერ გაიგონებდი. და დღეს ქართულად იგალობეს, დღეს ბერძენი ეპისკოპოსები ჩვენს გვერდით იდგნენ. ჩვენს გვახსოვს რუსთაველი, მაგრამ აქ მის საბოლოო საყუნდელში, სადაც დაივანა და ბოლო ცხოვრების ბოლო პერიოდი გაატარა, ასეთი რამ მოხდა პირველად და მე ვარ ბედნიერი, რომ სულ პატარა წვლილიც მიმიწვეს ამ საქმეში. დღევანდელი დღე შედგა, ჩვენ შევძელით კიდევ ერთხელ მიგოგო პატივის სათანადოდ ჩვენი დიდი მამულიშვილისადმი.